გადმოდი, აქ გადმოდი. მაქალა. როგორც ხედავთ, სამართალდამცავები. აქ რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის ნიკა მელიაც. სიტუაცია ცოტა ხნის წინ დაიძაბა. რასაც წინ იცოდა ის, რომ გაკითხა სამართალდამცავებმა, არ უშვებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. ამის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. დაძაბულობის შედეგად დააკავეს აქციის რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელიაც. როგორც ხედავთ, ჟურნალისტებს არ აძლევენ საშუალებას. აი, ჩვენ ხედავთ, როგორც დააკავეს კიდევ ერთი მონაწილე აქციის. მე კიდევ შეგახსენებ, რომ ვიდა გაჭროთ. სიტუაცია პარლამენტთან სასარალის მხარდამჭერი აქცია დღეს 6 საათზე უნდა განახლდეს. ცოტა ხნის წინ დაიძაბა, დაძაბულობა წინ მოჰყვა ნიკა მელიას გამოჩენა, ის მივიდა თეთრ კარავთან, აი რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ და რომელშიც პოლიციელები იმყოფებიან, რომლებშიც არ უშვებენ. ამის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია დააკავეს. ისმენ. დარ. მე
მემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ახლა იმყოფებით აი, ტაქსი იმოძრავი, დაუჩქარე. ხილან. შეტარეს. აი ქედან გააკეთე. შემოდი, შემოდი. სიტუაცია ცოტა ხნით დაიძაბა. რასაც ილუზია ის რომ ნიკამელია მოვიდა და პოლიციელებს უწევდა. აი იმ კარაშომს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ რატომ აქ პოლიციელების დაკავება და რატომ არ უშვებენ აქციის წევრებს ჟურნალისტებს შემდგომ სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა, გადაიზარდა გარკვეულ დაპირისპირებაში და ეს ყველაფერი მოხდა ქართლის რის შემდეგაც ნიკამელია და აქციის რამდენიმე წევრი დააკავეს. თქვენ ახლა ხედავთ კორდონს, რომელიც პოლიციელებმა შექმნეს. ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას იქ თავისუფლად მოძრაობთ იმის ნაწილს, სადაც სახელმანქანები მოძრაობენ, შესაბამისად მემაყურებელს სადაც დღეს 6 საათი ზადასარალის ხარჯაჭერი აქცია უნდა განახლდეს. აქცია ცოტა ხნის წინ დააკავეს ნიკამელია და რამდენიმე წევრი ამ ოფისში მიყოდა დაპირისპირება პოლიციასთან. გამოიწი. დააკავეს კი წაადგეს 4 ადამიანმა ხელშეყვანილი. ამ ოფისში წინ მიყოდა გარკვეული დაპირისპირება, ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ დღეს დილით წარჩალი ღამის განმავლობაში აქციის წევრებს კარვები ჰქონდათ გაშლილი რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე დილისკენ ეს კარვები რომ შეშობითად დაიყო გადაკეტილი სამართალდამცველმა აიღეს და გადაანაცვლეს პარლამენტის წინ და თავად დაიკავეს ეს კარვები თავად დაიკავეს შიგნით არ უშვებდნენ როგორც არც აქციის წევრებს არც ჟურნალისტებს და ჩვენთვის არ განმარტავდნენ ჩვენ არ გამიმარტავდნენ თუ რატომ მიიღო პოლიციამ მსგავსი გადაწყვეტილება ცოტა ხნის აქ მოვიდა ნიკამელია და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ნიკამელია პირდაპირ მივიდა კარავთან და მოსთხოვა პოლიციელებს აეხსნა მიზეზი და შეეშვა შიგნით კარავში, რასაც მოყვა დაპირისპირება შემდეგ პარლამენტიდან გადაიმოხდა ქაშვეცისკენ, სადაც ნიკამელია და აქციის რამდენიმე წევრი პოლიციამ დააკავა. ახლა თქვენ როგორც ხედავთ, პოლიციამ გააკეთეს კორდონი. შევეცდები ახლა განახილოთ თუ რა სიტუაცია იმ კარვებში, რომელშიც მე შეგახსენებ, რომ ამ კარვებში დღეს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლიციელები, შიგნით არ უშვებდნენ აქციის წევრებს, არ ჟურნალისტებს. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის ნიკამელია დაიწყო დაპირისპირება. ის შედეგადაც ნიკამელია და აქციის რამდენიმე წევრი დააკავეს. სამწუხაროდ მე რიცხვს ახლა ვერ გეტყვით, ვინაიდან ჟურნალისტებს არ ქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ახლა თქვენ როგორც კადრში ხედავთ, თეთრ კარვებს, რომელიც აქ უკვე რამდენიმე დღეა დგას, პოლიცია შლის. დააკავეს ნიკამელია უცბად მოვარდე რომ ნიკამელია ნახეს რომ გააუნებელყოფეს და ნახეს დრო და აგერ შლია კარავს, თუმცა კარავის დაშლაშლა არ არის საქმე. ხო ყველამ კარგად იცის, თავარი ამბავი აქ არის შვილკვდარი მამებისთვის პასუხისგაცემა და ასე აი ნახეთ რა გადაიგეთ როგორ გამალებით სწრაფად შლიან იმას აგერ კარავს დაშლა გონიათ ქვეყანა აშენდება ამას აბასადარი ბატონო საბანაძე თქვენ ხო მიეცით პირობა რომ კარავი არ დაიშლებოდა რატომ კარავს საქმე გამოიძიეთ კარავი რატომ მიდა კარავი რას ქვია საჭირო გამოიძიეთ ხელები დასაჯეთ ესე იგი გამოუკეთებია გამოიძიეთ ბატონო საბანაძე თქვენ ხო მიეცით პირობა რომ კარავი არ დაიშლებოდა საქმე გამოიძიეთ
Άντζιλ, τα ήτσα. Ვინ არის დასაბასი? აპილის თანამშრომელი. ორი დოქტორი, შენი დოქტორი, ორი დოქტორი. ატო გამიბიღო. ატო გამიბიღო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარლამენტთან, სადაც დღეს 6 საათზე უნდა განახლდეს საზა სარალიძისა და მალხუს მაჩვენკაშვილის მხარდამჭერი აქცია. დაახლოებით 40 წუთის წინ აქციაზე მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის იყო ნიკა მელია, რასაც მოყვა დაპირისპირება ნიკა მელიასა და პოლიციელებს შორის, ვინაიდან ნიკა მელია მივიდა თეთრ კარვებში, რომელიც პოლიციამ ახლა თითქმის დაშალა. შეიძლება და აქციის მონაწილეებისთვის შიგნით შესვლა. ამ აღნიშნულს მოყვა დაპირისპირება, რის შედეგადაც პოლიციელებმა და აქციის წევრებმა გადაინაცვლეს ქაშვერთან, სადაც ნიკა მელია და რამდენიმე აქციის წევრი დააკავეს. ჩვენ ახლა პარლამენტთან. სიტუაცია ყოლადადებულია, თუმცა ჯერჯერობით არცერთი პირი პოლიციას არ დაუკავებია. მე ახლა შევეცდები განახლოთ ის კარავი, რომელიც პოლიციამ თითქმის დაშალა. ეს ამ კარვის მეშვეობით დღეს აქციის წევრებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირის საავტომობილო სავალი გზა. მოძრაობა რამდენიმე საათი ხამის 11-დან დაახლოებით იყო პარალიზებული. დილით სამართალდამცველებმა კარავი დაშალეს, რასაც მოყვა აქციის წევრების პროტესტი, ვინაიდან როგორც ისინი განმარტავდნენ, მათ ჰქონდათ დაპირება პოლიციის მხრიდან, რომ ისინი კარვებს არ დაშლიდან და ხელს არ ახლებდნენ. და პოლიცია მაინც გადაიტანა ისინი ტროტუარზე, ახლა კი მათ შლიან
პოლიცია ამ აღნიშნულებს რომლებიც პოლიციამ სავალი გზიდან ტროტუარზე გადაიტანა არ უშვებენ არც ჟურნალისტებს არც აქციის მოწევრებს კითხვა ნეტგაზეთის კითხვაზე თუ რატომ არ უშვებენ კარაში არ არის პოლიცია არამედ აუვარდებს თქვენ ახლა ხედავთ რომ კარები თითქმის დაშლილია და შეგახსენებთ რომ პოლიციის შედეგად დააკავეს ნიკამელია და აქციის რამდენიმე ხალხები კარები თითქმის დაშლილია სწორედ ეს კარები იყო მთელ ტერიტორიაზე პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია თქვენ ხედავთ კორდონებს თუმცა მოძრაობა შეჩერებული არ არის საავტომობილო მოძრაობა თქვენ ხედავთ კორდონებს რომელშ შეგახსენებთ რომ სწორედ აქ ცოტა ხნის წინ დააკავეს ნიკამელია პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ და სამართალდამცველმა უკვე დაიწყეს თეთრი კარების დაშლა ეს თეთრი კარებია რომლებიც მონაწილეებმა გუშინ საღამოს საავტომობილო გზაზე გათვალეს და ამით გადაკეტეს მოძრაობა და თბილისთვის კი ეს კარები სამართალდამცველმა ისევ ტროტუარზე გადაანაცვლეს და თავად დაიკავეს ისინი არავის არ ჰქონდა შიგნით არავის არ უშვებდნენ შიგნით ცოტა ხნის წინ მოხდა დაპირისპირება ნაკრონაული მოძრაობის წევრი ნიკამელიასა და პოლიციას შორის შედეგადაც ის დააკავეს დაკავებული აგრეთვე აქციის სხვა მონაწილეებიც რის შემდეგაც პოლიციამ ეს ყველაფერი მოხდა ქართველთან რის შემდეგაც სამართალდამცველმა ფაქტობრივად პარალელურად დაიწყეს კარების დაშლა თქვენ ახლა კადრში ხედავთ რომ კარები თითქმის დაშლილია ადგილზე მობილიზებულია პოლიცია მათ აქვთ კორდონები გაკეთებული თქვენ ხედავთ პოლიციას კორდონები აქვს ფაქტობრივად ორივე მხარეს ცოტა ხნის წინ აქ დაპირისპირების შემდეგ დააკავეს ნიკამელია და აქციის სხვა წევრებიც ჯერჯერობით ნეტგაზეთის ცნობია თუ კონკრეტულად რამდენი პირი იყო დაკავებული ვინაიდან პოლიცია მის ორივე მხარეს ხდებოდა დაკავებები და ჩვენ თავისუფლად არ ვიშვებდნენ საავტომობილოს თქვენ ხედავთ როგორ იშლება კარები ეს სწორედ ის კარებია რომლებიც აქციის წევრებმა გუშინ ღამით რომის მეშვეობითაც გადაკეტეს რუსთაველის საავტომობილო გზა შედეგად მოძრაობა იყო რამდენიმე საათით პარალიზებული დილით სამართალდამცველებმა კარები დირექტორად ისევ ტროტუარზე უკვე საავტომობილო გზიდან ტროტუარზე და თავად დაიკავეს ის კარებში არ უშვებდნენ არავის და მათ გამოწვა დაპირისპირება ნიკამელიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მალე გადაიზარდა გარკვეულ ფიზიკურ შემოხლაში შედეგადაც ნიკამელია და აქციის სხვა წევრები დააკავეს და პარალელურად დაიწყეს კარების დაშლა ნეტგაზეთი ახლა იმყოფება თან სადაც დღეს 6 საათზე უნდა განახლდეს სარალიძის მხარდამჭერი აქცია შევეცდები დაგანახოთ ის ტერიტორია სადაც კარები იყო კარები სამართალდამცველმა თითქმის დაშალეს აი თქვენ ხედავთ როგორ მიაქვს სამართალდა როგორ ათავსებენ კარებს შეიძლება ასე ითქვას ნახჩენებს მანქანაში, მანქანაში მე შევეცდები უკვე დაგანახოთ.
აი ამ ადგილას რამდენიმე წლის განმავლობაში იდგა თეთრი კარვები, სადაც მხარდამჭერი აქციის წევრები იმყოფებოდნენ. ეს თეთრი კარვები გუშინ ღამით მათ გადაიტანეს საავტომობილო გზაზე და ამით გამოიწვიეს გზის პარალიზება. დილისკენ სამართალდამცავებმა საავტომობილო გზიდან კარვებისა გადაიტანეს ტროტუარზე პარლამენტის წინ და თავად დაიკავეს კარვები, შიგნით არ უშვებენ აქციის წევრებს და არ იძლეოდნენ აღსაგანმარტოებებს სამდაროწყებლებისგან. დაახლოებით 1 საათის წინ აქციაზე მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის იყო ნიკა მელია, რომელთანაც პოლიციასთან ნიკა მელიას შორის მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგაც იგი დააკავეს. დაკავებული არც რამდენიმე წევრი. თქვენ ახლა ხედავთ, როგორ დაშალეს მთლიანად პოლიციელებმა თეთრი კარვები და კარვები ამ სატვირთო მანქანით გადააქვთ. ბოდიში სად მიდის სატვირთო მანქანა? სად მიაქვს კარვები? ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარლამენტთან, სადაც დღეს 6 საათზე უნდა განახლოს სარალიძის მხარდამჭერი აქცია. პარლამენტთან სულ ცოტა ხნის წინამდე იდგა თეთრი კარავი, რომელშიც სარალიძის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ეს თეთრი კარავი გუშინ საღამოს 3 საათებში მხარდამჭერებმა გადაიტანეს რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილზე, რითიც გამოიწვიეს გზის სრული პარალიზება. მოძრაობა იყო შეჩერებული რამდენიმე საათით. დილით სამართალდამცავებმა თეთრი კარავი საავტომობილო გზის ნაწილიდან გადმოიტანეს ტროტუარზე და თავად დაიკავეს ის. იქ არ უშვებდნენ აქციის წევრს, ფაქტობრივად არავის არ უშვებდნენ კარვებში, თავად იყვნენ მობილიზებულნი. კითხვებზე, ნერგაზეც არაერთ კითხვაზე თუ რატომ ხდებოდა ის მათ კაფიოვან მარტება არ მოხდეს. ცოტა ხნის დაახლოებით 1 საათის წინ აქციაზე მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის ნიკა მელია, რომელიც მივიდა სამართალდამცავებთან და მოსთხოვა აღსაგანმარტება თუ რატომ ჰქონდათ მათ მოპოვებული კარვები, რის შემდეგაც დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის. ნიკა მელია გადავიდა გზის მეორე მხარეს ქაშვეთთან, სადაც სამართალდამცავებმა ის დააკავეს. დაკავებული აგრეთვე აქციის სხვა რამდენიმე წევრი. ამის პარალელურად პოლიციამ დაიწყო თეთრი კარვების დაშლა და აი იმ სატვირთო მანქანაში მანქანაში შეტანა, შეიძლება ესე ითქვას. აი ამ ადგილას, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, იყო თეთრი კარავი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სამართალდამცავებმა რომელიც დაშალეს სამართალდამცავებმა და მოათავსეს აი იმ თეთრ სატვირთო მანქანაში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს აქციაზე მოხდა დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პოლიციას შორის, შედეგადაც ის და აქციის სხვა რამდენიმე წევრი დააკავეს. პოლიციამ, თქვენ ახლა ხედავთ პოლიციის კორდონს, ადგილზე მობილიზებულია საკმაოდ ბევრი პოლიციელი. მათ დაშალეს თეთრი კარავი, რომელიც აი აქ იდგა და მოათავსეს აი თეთრ სატვირთო მანქანაში. ჩვენს კითხვაზე თუ სად მიაქვთ კარვები, რა თქმა უნდა, არ გვიპასუხეს. მე კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ სარალიძის მხარდამჭერი აქცია დღეს 6 საათზე უნდა განახლდეს. თქვენ ხედავთ, როგორ გადის ფურგონი, რომელშიც პოლიციელებმა მოათავსეს თეთრი კარავი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშალეს. დაშლას წინ იყო და ყველაფერი დაიწყო, რომ გუშინ საღამოს აქციის წევრებმა კარავი გადაიტანეს რუსთაველის გამზირის საავტომობილო
სცენაზე, რითაც გამოიწვევს მოძრაობის პარალიზება. თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, რაც ჰქონდათ დაპირება პოლიციისგან, რომ პოლიცია კარობს ხელს არ ახდენდა, დილით პოლიციელებმა კარავი საავტომობილოდან გადმოიტანეს პარლამენტის წინ, აი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ. თავად დაიკავეს კარვები, თავად იყვნენ მობილიზებულნი და არავის უშვებდნენ შიგნით. ჩვენს კითხავდით თუ რატომ ხდებოდა ეს და რა მიზეზს ემსახურებოდა, პასუხი არ გაგვცეს. დაახლოებით 1 საათის წინ აქციაზე პარლამენტთან მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წევრები, მოვიდნენ, მათ შორის იყო ნიკა მელია, რომელმაც მოსთხოვა პოლიციელებს ახალგაზრდა თუ რატომ არ შეეძლო მას კარებში შესვლა. დაპირისპირების შედეგად შედეგად ნიკა მელია დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან აქციის სხვა რამდენიმე წევრი. ამის დაკავებების პარალელურად პოლიციელებმა დაიწყეს კარვების დაშლა და მოათავსეს თეთრ საწურთო მანქანაში. ჩვენს კითხვაზე თუ სად მიდიოდა ეს საწურთო მანქანა ან რა ბედი ეწეოდა ამ თეთრ კარავს არ გიპასუხეს. აი თქვენ ხედავთ იმ ადგილს, სადაც იყო თეთრი კარავი დათავსებული. ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტთან, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენი პოლიციელია მობილიზებული აქ. მათ შექმნეს კორდონებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების შედეგად დააკავეს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია. და დაშალეს თეთრი კარავი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში აქ იდგა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტთან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ პოლიციამ დაშალა თეთრი კარვები, რომელშიც ზადი სარალიძე და მისი მხარდამჭერები რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. თავად ზადა სარალიძე ამ წუთას აქ პარლამენტთან არ არის. აქცია უნდა განახლდეს დღეს 6 საათზე. განახლდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. და შეგახსენებთ, რომ დღეს აქ პოლიციის დაპირისპირების შემდეგ დააკავეს ნიკა მელია, დააკავეს აქციის რამდენიმე სხვა მხარდამჭერი და ამ დაკავებების პარალელურად დაიწყეს თეთრი კარვის დაშლა. შემდეგ ეს თეთრი კარავი თეთრი მანქანით, საწურთო მანქანით წაიყვანეს უცნობი მიმართულებით, ნადგადაცის კითხვაზე თუ სად მიხონდა პოლიციელებს სამთავროების კარავი არ გვიპასუხეს. თქვენ ახლა ხედავთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მობილიზებულნი არიან პოლიციელები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტთან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ სამთავროებმა დაშალეს თეთრი კარავი, რომელიც გაშალეს ზადა სარალიძის მხარდამჭერებმა. ეს თეთრი კარავი, ამ თეთრი კარვის მეშვეობით გუშინ დღამე აქციის წევრებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი, რითიც გამოიწვიეს სრული პარალიზება. მოძრაობა იყო შეჩერებული. დილით სამართალდამცავებმა ეს კარავი საავტომობილო გზიდან გადმოიტანეს ამ ტერიტორიას, რომელსაც ახლა მაყურებელი ხედავს. როგორც აქციის წევრები ამბობენ, მათ ჰქონდათ დაპირება სამართალდამცავებისგან, რომ ისინი კარავს ხელს არ ახლებდნენ მათ თანშეთქმულების გარეშე და მათივე თქმით იმ პოლიციელებმა კარავის გადმოტანის ტროტუარზე მათ ეს დაპირება დაარღვიეს. იმის შემდეგ, რაც პოლიციელებმა კარავი გადმოიტანეს პარლამენტის წინ, თავად მობილიზდნენ შიგნით, მათ დაკავებული ჰქონდათ კარვები, შიგნით არ უშვებდნენ აქციის წევრებს. არაერთი ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ ხდება ეს და რატომ არ შეუძლიათ აქციის მონაწილეებს
ან როგორც საზოგადოების ნებისმიერ წევრს კარებში შესვლა, მათ განარტება არ გასცეს. დაახლოებით 1 საათის წინ პარლამენტთან მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის ნიკა მელია, რომელმაც მოსთხოვა ახსნა განმარტება პოლიციას თუ რატომ არ შეეძლო აღნიშნულ თეთრ კარავში შესვლა, რამაც გამოიწვია დაპირისპირების შედეგად ნიკა მელია და აქციის სხვა რამდენიმე წევრი დააკავეს და პარალელურად დაიწყეს თეთრი კარვის დაშლა, რომელიც როგორც ხედავთ დაშლილია და ადგილზე აღარ არის. ის თეთრი სატვირთო მანქანით პოლიციელებმა სამართალდამცავებმა უბრალოდ აიღეს უცნობი მიმართულება. ოპერაციის დამგეგმავი დასჯილი და რაც ყველაზე მთავარია ამაზე უკვე როცა პარლამენტარებს აწვავებენ, მაშინ როდესაც მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, აუცილებელია პარლამენტის თავმჯდომარის დაუყოვნებლივი რეაგირება, იმიტომ რომ თუ ამ ქვეყანაში პარლამენტარების საკონსტიტუციო უფლება იზღუდება, შეიზღუდება ბუნებრივია რიგითი მოქალაქეების და დაუშვებელია რეაგირება პარლამენტის თავმჯდომარის მან აუცილებლად დაუყოვნებლივ პარლამენტარები, რომლებიც იქნებიან დაკავებული, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ისინიც და სხვა ნებისმიერით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია აქ იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია და დაუშვებელია რომ მათი კონსტიტუციური უფლება მშვიდობიანი აქციის შეიზღუდოს, რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მოვლენებს და ასეთი ძალადობრივი მეთოდებით უნდა მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს აღშფოთებულია იმ ამბით, რაც გადახდა ზაზა სარალიძეს და რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე და ამ აღშფოთებას, რაც უკავშირდება ხორავას ქუჩის მკვლელობას, ეს ვერ იქნება უბრალოდ ჩახშობილი იმით, რომ დააკავებენ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამის გამო პროტესტს გამოხატავს აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით. რამდენ ადეკვატურია ის ზომა, რომელიც შეიძლება ჩვენ ვნახეთ ასეულობით პოლიციელი, ვნახეთ ხელკედები. აბსოლუტურად არაადეკვატურია რამდენიმე ასეული ადამიანის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, მაშინ ისინი საერთოდ საზოგადოებრივ წესრიგს არც არ უღებდნენ. რამდენადაც ჩვენ ამას უყურებდით ყველანი პირდაპირ აქ ასეულობით სპეცრაზმენის გამოყენება და პოლიციის გამოყენება არის აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა, არ იყოს საჭირო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ დაუშვებელია ასე მოქმედება, როდესაც ადამიანები მშვიდობიან პროტესტს გამოსცემენ. პარლამენტის შენობებთან ხედავთ, რომ არ არის ეს იმის წინაპირობა 6 საათზე აქციაზე ნახევარდღეობის საქართველოს ლიდერებით. რაც შეეხება აქციას, ბუნებრივია ჩვენ მოქმედებს იქიდან გამომდინარე, თუ რა არაადეკვატურადაც მოქმედებს მთავრობა, თქვენ კარგად იცით, რომ ევროპული საქართველო ეხლა დღეიდან ძალიანად ფოკუსირებულია იმაზე, რომ შევხედოთ საქმეში, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რათა დავეხმაროთ საზოგადოებას პირველ რიგში დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა ვინც კი მონაწილეობდა აი ამ მკვლელობაში, ყველა დამნაშავე იქნას დაჭრილი ისინი, ვინც საქმე არის ხელსაფარებ და ყველს, რა თქმა უნდა ისინიც, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება ეხლა თანამშრომლობდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან და ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა ადამიანები გამოხატავენ მშვიდობიან პროტესტს, მაგრამ ჩვენ მუშაობთ ისეთი ამის ნაცვლად თვითონ ხელისუფლება ხელოვნურად ზაბავს მდგომარეობას და იწევს უფრო მეტ პროტესტს და აღშფოთებას, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა იქნეს დაცული აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის ფორმა დაცული ქვეყანაში და კონსტიტუციის თავზე გადასვლას და სრულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გააკეთოს ლაივზე რო წავიდეთ ეკოსთან შენება უკან არის და ეს სადაც სამართალდამცავებმა სადახის წინ დააკავეს ნიკა მელია და სასარაძის მხარდამჭერი რამდენიმე აქციის რამდენიმე წევრი. და დაპირისპირება, რაც გამწეული იყო იმის, თეთრ კარვებში სამართალდამცავები არ უშვებდნენ აქციის წევრებს. ეს ის თეთრი კარავია, რომელიც გუშინ აქციის წევრებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზაზე
გზა გადაკეტეს ამ კარვით. როგორც თავად ისინი აცხადებენ უბრალოდ მათ ჰქონდათ დაპირება სამართალდამცავებისგან, რომ ისინი ხელს არ ახლებდნენ კარავს მათთან შეთანხმების გარეშე, რაც მათი თქმით პოლიციელებმა დაარღვიეს ეს დაპირება, ვინაიდან დილით სამართალდამცავებმა კარავის საავტომობილო გზიდან გადაიტანეს პარლამენტის წინ და ამით აღადგინეს საავტომობილო მოძრაობა. ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ მოვიდა ნიკა მელია, რომელმაც მოსთხოვა საგანმარტება პოლიციელებს თუ რატომ არ უშვებდნენ ისინი არავის თეთრ კარვებში. ეს ყველაფერი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და მის შედეგადაც ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელია და აქციის სხვა წევრები პარალელურად დაიწყეს თეთრი კარვების დაშლა, თეთრი კარავის დაშლა. ის უცნობი მიმართულებით წაიღეს სატვირთო მანქანით. თქვენაც შეგიძლიათ ნახოთ პოლიციელები, თუ რამდენი პოლიციელია მობილიზებული პარლამენტთან, მათ აქვს გაკეთებული კორდონით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ აქ დააკავეს ნიკა მელია და აქციის რამდენიმე წევრი. დაკავებას წინ უძღვოდა ის, რომ თეთრ კარავში, რომლითაც გუშინ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, თავად პოლიციელები იყვნენ მობილიზებული და არ უშვებდნენ აქციის წევრებს. ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ ხდებოდა ეს, ისინი ახსნა განმარტებას არ იძლეოდნენ. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა ნიკა მელია, რომელსაც მოსთხოვა ახსნა განმარტება და მოსთხოვა პოლიციელებს, რომ შეეშვათ ის კარავში, რაც მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში და ამის შემდეგ ნიკა მელია და აქციის რამდენიმე წევრი დააკავეს და პარალელურად სამართალდამცავებმა დაიწყეს კარვის დაშლა. ეს ადგილია, სადაც თეთრი კარავი იყო განთავსებული. მიერგაზეთი რჩება პარლამენტთან და პერიოდულად შემოგთავაზებთ პირდაპირ.